გამარჯობა მეგობრებო, მიხარია რომ ისევ ერთად ვართ და ვაგრძელებთ NeoDT-ის პროექტს 42 Digital-თან ერთად. დღევანდელ ეპიზოდში მინდა გესაუბროთ კორპორატიული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ასპექტზე, patch management-ის solution-ზე. კერძოდ patch management-ი და დროული განახლებების გაკეთება პროაქტიული კიბერუსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. კორპორატიული კიბერუსაფრთხოების ამ საჭიროებას შესანიშნავად პასუხობს Tenable-ის ახალი ედონი Tenable Patch Management. Tenable Patch Management-ი გახლავთ ის პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ ზუსტად დაიდენტიფიციროთ პატჩების დაყენების საჭიროება, ასევე გაზრდის სისტემის უსაფრთხოებას დროული განახლებების მეშვეობით, ცენტრალიზებული მართვის და სხვა პროდუქტებთან ინტეგრაციის ხარჯზე დაგეხმარებათ მაქსიმალურად ეფექტური risk management პლატფორმის მიღებაში და ასევე შეამცირებს მანუალურად ხელით ჩასატარებელი ოპერაციების საჭიროებას და ასევე დროს. ამ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ მუშაობს ეს ხელსაწყო Tenable Patch Management-ი, ასევე განვიხილოთ Tenable Vulnerability Management-თან ინტეგრაციას და გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ აიყვანოთ თქვენი რისკების მართვის სტრატეგია უფრო მაღალ დონეზე. ახლა კი გადავინაცვლოთ დემოზე, როგორც ხედავთ Tenable Patch Management-ის პლატფორმა წარმოადგენს Tenable-ის მონოლითური პროდუქტის მოწყობილების და რისკების მართვის პლატფორმის ერთ-ერთ კომპონენტს. კერძოდ, Tenable Patch Management-ის მეშვეობით შეგვიძლია გავაკონტროლოთ დაასაყენებელი პატჩების რაოდენობა, ასევე ამ პროდუქტს შეგვიძლია დავაკისროთ პატჩების ინსტალაციის და გავრცელების ფუნქცია. პროდუქტი საკმაოდ კომპლექსურია და საკმაოდ ბევრი ფუნქციონალი აქვს, თუმცა დღევანდელ ვიდეოში ჩვენ მივიხილავთ ძირითადი ანალიტიკის შესაძლებლობას და იმას, რასაც ხედავს პროდუქტის ადმინისტრატორი patch management-ის სამართავ კონსოლში შესვლის დროს. პირველადი სტატისტიკა, პირველადი მონაცემები, რის ვინახავთ შეგვიძლია სტრატეგიული პატჩების, სტრატეგიული ობიექტების რაოდენობა, ასევე პროდუქტები, რომელიც აღმოჩენილია patch management-ის მეშვეობით ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ეს იქნება ოპერაციული სისტემები თუ აპლიკაციები. Tenable-ის patch management-ის პლატფორმა ორივე მიმართულებას ფარავს, როგორც ოპერაციული სისტემების native patch-ებს და hotfix-ებს, ასევე third-party პროდუქტების patch-ებზე სკანირება შეუძლია. ასევე, patch-ების სტატუსი მიმდინარე მომენტში, მიმდინარე მდგომარეობით, რამდენი patch-ია ინსტალირებული, რამდენი დაძველებული patch-ი გვაქვს სისტემაში, ხელმისაწვდომი patch-ები, ასევე rollback in progress-ი, მნიშვნელოვანი ფუნქცია, ვინაიდან მოგიხსენებათ, რომ patch-ების დაყენება და განახლების დაყენება ყოველთვის უკავშირდება პროდუქტის არასტაბილურად მუშაობის რისკს. ზოგ შემთხვევაში პროდუქტის ადმინისტრატორს ან უსაფრთხოების ადმინისტრატორს ეს უჭიროება პროდუქტის აპლიკაციის წინა ვერსიაზე დაბრუნება იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ბიზნეს პროცესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციონალი დავიბრუნოთ. ასევე, შეგვიძლია ვნახოთ top 5 compliance-დან ამოვარდნილი პროდუქტი, რაც ლოგიკურად ყველაზე დიდ რისკს უქმნის ჩვენს ორგანიზაციას და პლუს top 5 გამოტოვებული პატჩი, რაც ასევე შეიძლება შევაფასოთ რაოდენობრივი მაჩვენებლით, რამდენ მოწყობილობაზე არ დაყენდა ან ვერ დაყენდა კონკრეტული კრიტიკული პატჩი, ან სიტყვაზე კრიტიკულობის ფულიდან გამომდინარე, რა კონკრეტულ რისკებს უკავშირდება ამ პატჩის დაუყენებლობა. ახლა გადავიდეთ ანალიტიკის სტაბზე. ზოგადად პროდუქტის კომფორტულად მართვას განაპირობებს რამდენიმე პარამეტრი. პირველი შეგვიძლია ხელმისაწვდომი პროდუქტების ჭრილში განვიხილოთ ხელმისაწვდომი პატჩების ინსტალაციის მდგომარეობა, როგორც პირველ დაშბორდზე ვნახეთ, შეგვიძლია სრულად გავაკონტროლოთ მიმდინარე მომენტში დაყენებული და დასაყენებელი პატჩების მდგომარეობა, ასევე შეგვიძლია ვნახოთ პროდუქტების ჩამონათვალი, როგორც ხედავთ, პროდუქტებში გვაქვს როგორც ოპერაციული სისტემები, Windows 10-ის მაგალითზე, ასევე third-party აპლიკაციები, რომელიც შეიძლება დაყენებული იყოს თქვენი ოფისის თანამშრომლის კომპიუტერზე, პირობითად Google Chrome-ზე გვაქვს საუბარი, ან სიტყვაზე IT დეპარტამენტის ან ადმინისტრატორის უსაფრთხოების ან თუნდაც მონიტორინგის თულები, როგორც Wireshark-ია, ანუ ამ თულების
მდგომარეობის გაკონტროლებას შეგვიძლია patch management-ის მეშვეობით. გარდა იმისა, რომ გვაქვს ასე ვთქვათ სტატისტიკა და ჩამონათვალი, patch management-ი გვეხმარება risk score-ის სწორად გამოყვანაში და შეფასებაში. პროდუქტის ჭრილში ეს გამოიყენება და გამოიყურება შემდეგნაირად, პირობითად Notepad Plus-ის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ. პროდუქტის აღწერა, ან კონკრეტული აპლიკაციის ან ოპერაციული სისტემის ფუნქციონალის add-on-ის ან სერვისის აღწერა, ასევე პროცენტულობა, რამდენ მოწყობილობაზე დაყენებული ეს კონკრეტული პროდუქტი და კონკრეტული patch-ი ამ შემთხვევაში, ასევე სტრატეგიები, Tenable patch management-ის პროდუქტი გვაძლევს საშუალებას შევადგინოთ კონკრეტულ ინფრასტრუქტურაზე მორგებული სტრატეგიები, რომელიც გაითვალისწინებს დაყენების პერიოდულობას, ან სიტყვაზე საათებს, ან patch-ის დაყენების გადავადებას, ან სიტყვაზე ხელმეორედ გადამოწმებას patch-ის კრიტიკულობიდან გამომდინარე. ანუ ეს ყველაფერი ადმინისტრატორის გასაწერია და ამ ყველაფრის თავისუფლება გვაქვს. ასევე პროდუქტი გვთავაზობს risk scores, ანუ რამდენად სახიფათოა და რამდენად სარისკოა კონკრეტული patch-ის არარსებობა თქვენს სისტემაში და პლუს ამას კრიტიკულობის სკორი, რომელშიც გამოიყენება Tenable-ის ცნობილი მეტრიკები, რომელიც არაერთხელ განვიხილავს VPR სკორის გამოთვლის მაგალითზე. ასევე, როგორც გითხარით, შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენ სისტემაში არსებული პროდუქტების კრიტიკულობა, განახლებების, მის კონფიგურაციების და patch-ების დაუყენებლობის თვალსაზრისით, ასევე ცალკე პროდუქტი გვთავაზობს კონკრეტულად აღებული patch-ის შეფასებას, როგორც სისტემაში სხვა დევაისზე, სხვა მოწყობილობაზე დაყენების და დაფარვის ჭრილში, ასევე უშუალოდ patch-ის შეფასება რამდენად კრიტიკულია და რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული განახლების დაყენება და ისე და ისევ რა რისკს უკავშირდება. ანალოგიური შეეხება მოწყობილობებს, მოწყობილობის კუთხითაც შეგვიძლია ვნახოთ ხელმისაწვდომი risk score-ები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალი, რომელიც მოეწონება ყველა ადმინისტრატორს, გახლავთ global pause-ი. ხშირ შემთხვევაში patch-ების დაყენების პროცესი შეიძლება გაპრობლემდეს ფუნქციონალზე უარყოფითად ასახვის შედეგად, ხო შეიძლება პროდუქტის ძირითადი ფუნქციონალი დაზიანდეს, ან შეჩერდეს, ან შეფერხდეს patch-ის დაყენებით. შესაბამისად, ადმინისტრატორს ყოველთვის ექნება წითელ ღილაკზე ხელის დაჭერის საშუალება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მიმდინარე პროცესი შეჩერდება და ასევე როგორც ხედავთ, გვაქვს rollback-ის ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებს სათითაოდ ყველა ხელმისაწვდომი patch-ის წინა ვერსიაზე დაბრუნებას, პროდუქტის წინა ვერსიაზე დაბრუნებას, რაც ისევ და ისევ გეხმარებათ სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში. ასევე შევეხოთ Tenable-თან, Tenable-ის ძირითად პლატფორმებთან, Vulnerability Management-თან და Security Center-თან კავშირს. გარდა patch-ების შეფასებისა და patch-ების დაყენების ფუნქციონალისა, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტული მოწყობილობით, კონკრეტული CV-ის არსებობის ფაქტორი და პლუს ამას ხელმისაწვდომი CVSS და VPR სკორები კონკრეტული მოწყობილობის არსებობს თუ არა ეს მოწყობილობა თქვენ სისტემაში და ხელმისაწვდომი patch-ების კუთხით რისი შემოთავაზება შეუძლია სისტემას მიმდინარე მდგომარეობით. ეს კავშირი, ეს ინტეგრაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია რისკების მართვის და ეგრეთ წოდებული exposure management-ის ერთიანი კონსოლიდან, ერთიან ჭრილში განხევის ამოცანის დასაფარად და შესაბამისად თუ ადრე Tenable გვთავაზობდა მოწყობილობის მართვის და ესე ვთქვათ საპასუხო ქმედებების ჩამონათვალში გქონდა patch-ების დაყენება third party პლატფორმების და ინსტრუმენტების გამოყენებით, დღესდღეობით Tenable გვთავაზობს არა მარტო რისკების შეფასებით, ასევე patch-ების დროული დაყენების
ინსტრუმენტს ძირითად პლატფორმასთან, ძირითად პროდუქტთან ინტეგრაციაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ჩვენთან ერთად რჩებით. არ დაგავიწყდეთ ჩვენი სოციალური ქსელების გამოწერა. დასვით კითხვები, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები LinkedIn-ის, Facebook-ის და YouTube-ის მეშვეობით. დაგემშვიდობებით მომდევნო ეპიზოდამდე.